მისმინეთ, ზუსტად აი რა მოხდა. ჰანტერის და დანა უაითის დამემოწმებიან. შუა დღე იყო. ისლამს ეძინა, როცა დამიერეკეს და მითხრეს, რომ ილიასა და ისლამის ბრძოლა ჩაინიშნა. ძალიან აღელვებული და გახარებული ვიყავი. მაგრამ ცოტა ხანში გადმომიერეკეს და მითხრეს, დავიწყე, ეს ბრძოლა ჩაიშალა. ეს ისე მოხდა, რომ ისლამისთვის თქმაც კი ვერ მოვასწარი. ვიცი, რომ ბრძოლაზე უარის თქმის უამრავი გზა არსებობს. მე შემიძლია ვთქვა, ფრენსის განუს ვეჩხუბები ოღონდ 50 მილიონი დოლარი მომეცით. ხო ხვდებით არა? არავის ვადანაშაულებ იმაში, რომ მაქსიმალური ფულის გამომუშავებას ცდილობს. ჯერა რომ ილიასა და ისლამის ბრძოლა ყველაზე დიდია, რაც კი UFC-ს შეუძლია დღეს დააორგანიზოს. ფიქრობ, ეს ჭხუბი წელსვე უნდა შედგეს, მაგრამ საკითხავია, თავად ილიას ნამდვილად სურს კი ეს? თუ მას ეს ბრძოლა უნდა, ორი რამ მოხდება. მას მოუწევს თავის ქამაზე უარის თქმა. არა მგონია ეს უნდოდეს და ასე ვადანაშაულებ, რადგან ახლა ხან მოიგო. თუმცა სხვა ჩემპიონებსაც მოუგიათ და ის განსაკუთრებული არაფერია. ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც ბევრი ფულის შოვნა უნდა. ამის გამო ვერ გავკიცხავ. შეგიძლია ესეთი ციფრები დაასახელო, რომ UFC-ს სურვილი დაუკარგო. რა თქმა უნდა, მათ აქვთ ფული და შეუძლიათ ნებისმიერი თანხა გადაიხადონ, თუ ბრძოლა მათთვის საკმარისად მნიშვნელოვანია. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ისლამამდე ეს საქმე არც კი მისულა. ამის შემდეგ ისლამ სხვა ბრძოლა შესთავაზეს მთავარ ბრძოლად. ისლამმა თქვა, მოდი ივლისში ვიჩხუბოთ. მას რაღაც პირადი ამბები ჰქონდა, რაზეც დანამაც ისაუბრა. მაგრამ ერთ რამეს გეტყვით. ეს ბრძოლა ივნისისთვის რომ შეეთავაზებინათ, ისლამი ცალფეხითაც რომ ყოფილიყო, მაინც დათანხმდებოდა. საქმე ისაა, რომ ისლამს ზაფხულისთვის ბრძოლა უკვე ჩანიშნული აქვს. მას ქვესაშუალო წონის ნომერ პირველ პრეტენდენტთან აქვს შეხვედრა. ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია და UFC მალე დაანონსებს ამას. რომ იცოდეთ, ისლამს რომ ის ბრძოლა მიიღო, სავარაუდოდ ილია იმ ხაზზე საერთოდ ვერ მოხვდებოდა. კიდევ ერთი რამ. ილიას რომ ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლა არ მიიღო, შესაძლოა ქამარის კი დაეკარგა და ჯასტინს არმან ცარუკიანთან ეჭხუბა. ბევრი განხილვა იყო ამ თემაზე. ეს ყველაფერი შუა ღამისას ხდებოდა და ბევრმა ადამიანმა ჩადოა მასში შრომა. ჩემ მხრივ, მეც და ჩემი ბიჭებიც მზად ვიყავით. ჯასტინ გეიჯისთან შეთანხმების მიღწევას მხოლოდ 5 წუთი დასჭირდა. არა საათები, არა მთელი ღამე. ძალიან მარტივად იყო ყველაფერი. და აი შედეგიც. ჯასტინ გეიჯი იყო UFC-ს 300-ზე, ილია არა. ჯასტინი იყო მთავარ სარეკლამო რგოლებში, ილია არა. ჯასტინი მთავარი მოვლენაა ყველგან. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ილია საერთოდ ყურადღების ცენტრშია, ისაა, რომ ჯასტინ გეიჯი სანახაობრივი მეტოქია და არა იმიტომ, რომ ილია არა იმ განსაკუთრებული გენიუსი. ჯასტინი სხვა სანას იჩხუბებდა თუ არა? UFC-დან მითხრეს, რომ ილიას ბრძოლა რომ არ მიეღო, ჯასტინ გეიჯი არმან ცარუკიანს შეხვდებოდა ტიტულისთვის. ციფრები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ასე მითხრეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვადანაშაულებ ილიას გუნდს, რომ მაქსიმალური ფულის შოვნას ცდილობენ. მესმის მათი, მაგრამ ეს არის სუფთა სიმართლე, რაც მოხდა. მისმინეთ, ეს ბიჭი ცდილობს ისაუბროს ჩემზე ან სხვა მენეჯერებზე.
ძმაო, ის ცდილობს გაიმეოროს ის, რაც კონორ მაკგრეგორმა გააკეთა. ილია კარგი ბიჭია, მე მას ვიცნობ და მასთან კონფლიქტი არასოდეს მქონია. შეუძლია, რაც უნდა ითქვას, ჩემზე ეს გავლენას არ ახდენს. კონორ მაკგრეგორი მძულს, მაგრამ ილია თოფურია არ მძულს. ილია ახალგაზრდაა და ჩემი რჩევა იქნება, იყავი ის, რაც ხარ. შენ მაგარი მებრძოლი ხარ, შეგიძლია გახდე ვარსკვლავი და ბევრი კარგი რამ გააკეთო ამ სამყაროში. უბრალოდ იყავი შენი თავი. ის კი ცდილობს ჩვენი წიგნიდან ყველა ფუცელი ამოხიოს და სხვას დაემსგავსოს. სინამდვილეში, როცა მას პირისპირ ელაპარაკები და მე მილაპარაკია მასთან, ის მართლა ნორმალური და კარგი ტიპია. მაგრამ თუ მას ამ გზის წასვლა უნდა და ამ ფეიქ დაპირისპირებების შექმნა, მისმინეთ, ის ამ ცხოვრებით არ ცხოვრობს. რაც შეეხება თეთრი სახლის ქარτს, ეს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ქარტია, რომელსაც მილიონები ნახავენ. ვიღაც ინგლისელი ტიპები ამბობენ, რომ ეს კარგი ქარტი არ არისო. სინამდვილეში ეს ძალიან მაგარი ქარტია. აქ მებრძოლები თავიანთ პიკში ჩხუბობენ და არა მოხუცები. 4 მსოფლიოს ჩემპიონი ყავს ერთად. ერთადერთი ბრძოლა, რომელიც ვისურვებდი რომ შემდგარიყო და ამ ქარტს აკლია, არის ქეილა ჰარისონის ბრძოლა. ის ამ ქარტზე უნდა ყოფილიყო 100%-ით, რომ შეძლებოდა. ის ამ ტურნირის ნომერ პირველი სახე იყო. პრეზიდენტთან ერთად ვახშმობდა კიდეს და მაშინ ის სიაში ირიცხებოდა. ჰანტერის დაწყობით ადასტურებდნენ, რომ ის ქარტზე იყო. როგორ არის ახლა? რეაბილიტაციას გადის. კარგ განწყობაზეა. უბრალოდ ცოტა დრო სჭირდება. სავარაუდოდ მას აგვისტოში ან სექტემბერში ვიხილავთ და იქიდან გავაგრძელებთ. Around August, September this year, and we'll go from there.